ქრისტიან დემოკრატები ჭიათურის მაღაროში მეშახტეებს შეხვდნენ გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი პატარძის სახელობის მაღაროში 6 კილომეტრიან სიღრმეში ჩავიდნენ, მადნეულის მოპოვების პრინციპებს გაეცნენ და თავად ნახეს თუ როგორ არის მაღაროში უსაფრთხოების წესები დაცული. მოძრაობის ლიდერები სამთო-ელებს გაესაუბრნენ და მათი პრობლემებიც მოისმინეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აქ გამზადებულია ყველაფერი საჩვენეთ ესე იგი. ეს ჩემი ზომაა. თქვენ თუ ახვლედიანის ზომა იპოვეთ და შეარჩიეთ. ეს უკვე ცალკე სიურპრიზი არის ჩვენთვის. ჭიათურის მაღაროში ჩასვლამდე ქრისტიან დემოკრატებმა სამუშაო ფორმა მოირგეს. ამის შემდეგ კი საპარლამენტო უმცირესობის წევრები უსაფრთხოების წესებს დეტალურად გაეცნენ. ვაგონში რო ჩავდებით, არც ხელი გამოვყოთ არაფერი, სანამ მოძრაობს, რო გაჩერდება ვაგონი ელმავალი, გეტყვით და სანამ ელმავალი არ გაჩერდება, არ ჩამოვიდეთ. ზოგიერთი მანამდე არ უნდა ჩამოვიდეთ, დავებახსოვთ. იმისთვის რომ მაღაროელების სამუშაო პირობებს ადგილზე გაცნობოდნენ, ქრისტიან დემოკრატები 6 კილომეტრის სიღრმეში ამ პატარა ვაგონის დახმარებით ჩავიდნენ. მაღაროში პირადად გადაამოწმეს თუ რამდენადაა დაცული მადნის მოპოვების დროს უსაფრთხოების ზომები. შემდეგ კი მაღაროელების წესისამებრ 6 კილომეტრის სიღრმიდან ადგილზე უსაფრთხო ჩასვლის შესახებ ტელეფონით მაღაროს ხელმძღვანელობაში ატყობინეს. ბატონო უგზარე. ხომ შვიდობაა ზევით. ჩვენ კარგად ვართ, კარგად. შემოვედით შვიდობიანად. რამდენიმე დატვირთული ვაგონი გამოვაცილეთ აქედან. მაღაროში ჩასული ლიდერები მუშების პრობლემებით დაინტერესდნენ და მათ საკუთარი ხედვები გააცნეს. გიორგი თარგამაძის თქმით, მაღაროელების მძიმე სამუშაო პირობებიდან გამომდინარე, აქ მომუშავე ყველაფერს რეგრესული პენსია ეკუთვნის. ამიტომ ჭიათურ მარგანეცის ყველა მუშას პენსია კანონით დადგენილ ასაკთან შედარებით რამდენიმე წლით ადრე უნდა დაენიშნოს. ეს საკითხი დღის წესრიგში ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის წევრებმა პარლამენტშიც დააყენეს, თუმცა ინიციატივას გამოხმაურება არ მოჰყოლია. პირველი და მთავარი ამოცანა არის ის, რომ წარმოება მუშაობდეს, ტექნოლოგიურად სტაბილურად, გამართულად მუშაობდეს და არსებული სამუშაო ადგილები იყოს შენარჩუნებული. მეორე ამოცანა არის ის, რომ მივახციოთ ხელფასების ზრდას. ამის პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოების ზომების უმაღლეს დონეზე დაცვა, იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლეზე მეტად ღირებული არაფერი არსებობს. და ამის პარალელურად კიდევ რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეს არის სოციალური უზრუნველყოფის პრობლემები, მეშახტეების პენსია, დაზღვევა, არც საპრეზიდენტო დებატებს, არც სამთავრობო დებატებს, არც ბიუჯეტის დაყენებას მე პირადად, გიორგი ახვლედიანიც, თუ კი ვინმე საერთოდ უხსენებია რეგრესის პენსიონერებისა და მეშახტეების პრობლემა საქართველოს პარლამენტში, ჩვენ ვახსენებთ, ჩვენ საუბრობთ მუდმივად. 1000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ჭიათურაში, რომელიც დღეს რეგრესის პენსიონერია, რომელიც დაინვალიდდა აი ამ ძალიან მაღალი რისკ ფაქტორის შრომის გამო. ამ ადამიანებს მთელ მსოფლიოში აქვთ დაფასებული პენსია, უზრუნველყოფა, რაც რეგრესის პენსია ქვია. საქართველოში ეს გაუქმებულია. გარდა ამისა, რომ გაუქმებულია და ეს ადამიანები ბედისანაბარ არიან მიყრილები, მათ სამი თვის დავალიანება აქვთ გასასტუმრებელი, ეს მანამდელი დავალიანება, სანამ საწარმო გაიყიდებოდა და კერძო ინვესტორის გახდებოდა. 4 წელიწადია ჩვენ პარლამენტში ვიბრძვით ამ პრობლემის მოგვარებას და რაც ქვია რეგრესის პენსიონერების დაკმაყოფილება, წარმოებით დაზარალებული ადამიანების დაკმაყოფილება, რომელთა სახლები დაენგრათ სხვადასხვა საწარმო სამუშაოების გამო, მაგრამ სახელმწიფო ამ მიმართულებით და ხელისუფლება სამწუხაროდ რეაგირებას არ აკეთებს. ამის შემდეგ გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი მაღაროელების სამუშაო პროცესში ჩაერთნენ და მადანი თავადაც მოიპოვეს. ქრისტიან დემოკრატების ერთი წინასაარჩევნო დღე ჭიათურის მაღაროში დასრულდა, ხვალ ისინი ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გამართავენ შეხვედრებს.